სხდომები კომისიისა იყო დახურული. ეხლა ჩვენ ყველა დასკვნა ქალბატონ ირინას გავაცნობთ. ის რომ ჩვენ არ მივიმართავს მისთვის ეს არის არასწორი, იმიტომ რომ ყველა მათი ანგარიში ჩვენ გქონდა, ჩვენ თქელთ არსებობდა. შემიძლია მეტიც გითხრათ, რომ 2007 წლის ანგარიში არის 2008-2009 წლების მასალები შეტანილი. და 2009 წელს შევიდა ეს ანგარიში. არა. 2007 წლის ანგარიში, რომელსაც მე ვკითხულობ, აწერია თბილისი 2007 წელი, იქ არის შესული მასალები, რომელიც მოპოვებულია 2009 წელს. მათ შორის ვერაფერს ვერ გააკეთებენ გეოლოგიური რუკა კომპანიის, რომელიც შედგენილი იყო 2009 წელს. ამის დამტკიცება არის შესაძლებელი. ერთი წამი. ჩვენ ყველა ეს მასალები გქონდა, მე ისევ ჩემი კომპეტენციის ფარგლებს არ ვწდები, აქ არის ძალიან ცნობილი არქეოლოგები, ბატონი გურამი და ასე შემდეგ. და ამიტომ ყველა არქეოლოგიური კითხვა მიმართეთ მათ. ჩემი კომპეტენციის ფარგლებში მე შემიძლია ვთქვა, რომ გეოლოგიურად ის რაც მე ვნახე, ის რასაც ისინი უძველესი ოქროს მაზაროს ეძახიან, ის არის რღვევაში, ტექტონიკურ რღვევაში, არა, შექმნილი რაღაც სიცარიელეები, რომელიც ცალსახად მიყვება არა ოქროს მადნებს, რომელიც გარეთ არის, არამედ სპილენძის ძაღლს. ეს ცალსახად ცხადია და ამის უარყოფა არაფრით არ შეიძლება. ხოლო ოქროს ასეთი ტიპის ძარღვიდან ოქროს მოპოვება ფაქტიურად შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ 95% და ასეთი ფაზური ანალიზები არსებობს, ეს ანალიზები მე ვნახე კომისიის მუშაობის დროს, ოქროსი არის სულფიდებში. სულფიდებიდან ოქრო რო ამოიღო, ქიმიურად უნდა იყოს დაშლილი, ქალბატონი ნუნუ აქ არის ტექნოლოგი და ასეთი ტექნოლოგიები არ არსებობდა მსოფლიოში მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე. ანუ თქვენ ამბობთ, რომ ამ ადგილას არ არის ხილული ოქრო და ფიზიკურად შეუძლებელი იყო მის მოპოვება. ხილული ოქრო არ არსებობს, არსებობს მხოლოდ აი ნახეთ ოქროს შემცველობა 1 ტონაში, 1 ტონა მადანში არის 3 გრამი. მისი თვალით დანახვა შეუძლებელია, შეიძლება მხოლოდ ქიმიური ანალიზით დააჯირო. ჩვენ სპეციალისტები, მე ასეთი ტიპის საბადოები არა მარტო დამიძიებია და გადამიცია, არამედ აღმომიჩენია. ხდება სუპერ თანამედროვე გეოლოგიური წარმოდგენების საფუძველზე, რომელიც გაჩნდა მხოლოდ წინა საუკუნის 90-იან წლებში და ხდება მხოლოდ ქიმიური ანალიზის და ბურღვის საფუძველზე. შენ თვალით, მიუხედავად ჩემი 40 წლიანი გამოცდილებისა, თვალით მე ქანი, რომელშიც ოქრო არ არის და ქანი, რომელშიც ოქრო არის, თვალით მათი განსხვავების დაჭერა არ შემიძლია. მხოლოდ ქიმიური ანალიზის საფუძველზე, რომელიც არ არსებობდა. ეხლა მათ ჩაატარეს ექსპერიმენტები და თვითონ ოქრო მოიპოვეს, მაგრამ ოქრო მოიპოვეს მათ დაჟანგული ნაწილიდან. დაჟანგვის დროს სულფიდი იშლება, გადადის ჟანგეულში, წარმოიქმნება გოგირდმჟავა და ოქრო იხსნება გოგირდმჟავაში. როცა დაჟანგულია, იქიდან მართლა ოქროს მოპოვება შეიძლება. მაგრამ ჯერ კიდევ 85 წელს ის ძარღვი, რომელსაც ისინი იძახიან, დაჟანგული არ იყო, პირველადი სულფიდი იყო და იქ 95% იმ 3 გრამი ტონიდან, არა, 95% იყო სულფიდში და დანარჩენი, რაც არის 2/100 გრამი ტონაზე, მათი მოპოვება დღეს არსებული ტექნოლოგიებით შეუძლებელია. არ არის გოლია პოლიფასი. დღეს არსებული ტექნოლოგიებით შეუძლებელია. არ ვიცი, ძალიან რთულ ქალბატონო. მაბადია ძალიან რთულ ტექნოლოგიურ საკითხებზე ლაპარაკობ, არ ვიცი გაგაგებინეთ თუ არა. მოგზაურობ.
შენთან თუ გექნებათ მე კითხვები ისე გავიგებთ. იცით, ეხლავე მოგახსენებთ, მადლობთ რომ შევეკითხეთ. წინასწარ მინდა განვაცხადო, რომ ყველას აქვს უფლება შეიტანოს ეჭვი ჩემს კომპეტენციაში. ეს მათი უფლებებია, ჩემი აზრით. მაგრამ მე როგორც არქეოლოგი ასედაც ვერ გაგცემთ პასუხს ზუსტად. ჯერ ერთი რამდენიმე მიზეზის გამო. კომისიაში მონაწილეობდი, ქონდა დაწერილი შუალედური დასკვნაც, გადავეცი კომისიას და სამინისტროს, ქონდა საბოლოო დასკვნაც დაწერილი. დასკვნის ძირითადი თემა ის იყო, რომ წარმოება და არქეოლოგიური მიმართულება უნდა გამონახოს ერთმანეთთან კომპრომისი. უნდა მოხდეს ისე, რომ არ დაზარალდეს არც ერთი მხარე. ეხლა რაც შეეხება იმ მაღაროს, მე წამს ის, რომ იქ ადამიანი რაღაცას მოიძიებდა და მოქმედებდა. მაგრამ ეს ხდება მე-4000-ში. მე-4000-ის კულტურას ჩვენ ვიცნობთ იმ ადამიანების სივრცობრივ აზროვნებას. სამაგიეროდ არ ვიცნობთ არქეოლოგიურ ოქროს. ეს ცოტათი შეუსაბამოში მოდის ერთმანეთთან. და ამ სივრცობრივი აზროვნების პატრონებს კულტურის სავსებით შესაბამის მე-4000-ის დონეზე მე პირადად ჩემი ცოდნის დონეზე, კი არავის არ ვაკრიტიკებ, ახლა არც ერთ მხარეს და არც მეორე მხარეს. ჩემი ცოდნის დონეზე არ შემიძლია ვთქვა, რომ ამ დროს არსებობდა მაღალი ცივილიზაცია, ლითონის მოპოვება ცივილიზაცია. ეს ერთი და თუ ლითონი ოქრო აქ არ არის და ვერ მოიპოვება, თუ არ ჩანს არქეოლოგიური ოქრო, ესე იგი ის სადღაც სხვაგან გადის და იყიდება. ახლა კარგად დაუფიქრეთ რა ხდება მე-4000-ში ამ ტერიტორიაზე მოსახლე ხალხს მიგვიგნია ოქროსათვის, როგორც გაცვლითი ექვივალენტისათვის. რა მონეტარულ სისტემას დაუდვეთ საფუძველი იმდროს. არ ვიცი მე ეს არ ვიცი, თუ ვინმე იცის, რომ ასეთი რამე ხდება სამყაროში ცივილიზაციათა შორის და კიდევ ერთხელ გეუბნებით, მიუხედავად ამისა, რომ ამას ვფიქრობ, მაგრამ ვერაფერს ვერ ვადასტურებ, უბრალოდ ეჭვები ეს და არ მჯერა იქ, რომ მე-4000-ში იქ ვინმე ოქროს მოიპოვებდა, მხოლოდ და მხოლოდ ზოგადი ისტორიული კულტურული პროცესების შემხედვარე, მაგრამ აი მჯერა, რომ იქ ადამიანი რაღაცას მოიპოვებდა. და გეოლოგების აზრით შეიძლება მოპოვებული ყოფილიყო მცირე რაოდენობით სპილენძი. მართლა გითხრათ არც ეს მჯერა, იმიტომ რომ ეს მოპოვება ცივილიზაციის პრეროგატივაა. ერთ-ერთ სხდომაზე პროფესორმა გურამ გრიგოლიამ, რომელიც სხდომის კომისიის წევრი იყო, ასეთი რამ განაცხადა, ხომ არ ეძებდნენ იქ საღებავს. ქალბატონმა ირინამ არ მიიღო ასე წინადადება და მეც ვერ აღვიქვი მართლა გითხრათ, იმ წუთში არც მე ვერ მივიღე. საღებავის გულისთვის ვინ ჩავა ამ სიღრმეზე, ვთქვათ არა? მაგრამ დაფიქრეთ ერთ რაღაცას, თუ ის საღებავი არის ოხრა და ოქრო ეტიმოლოგიურად ერთმანეთის ერთეიგივეა. ოხრა იგივეა ოქროს საღებავი. და ეს არის ის პირველი ბრწყინვალება, რომელსაც ეძებს, სანამ მივიდა 1000 წლეულის მერე, უფრო მყარ ბრწყინვალებამდე. რატო არ შეიძლება ეს თემაც დამუშავებულიყო პარალელურად, რომ ეს იყო ის წინა პროტოოქრო ამათთვის. და ეს მართლაც საღებავია. არ ვიცი, ახლა არქეოლოგია სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მეცნიერების ისეთ დარგს განეკუთვნება, რომლის მიმართ შეკითხვები უფრო მეტია, ვიდრე მის მიერ გაცემული პასუხები. ეს არის რაც შემიძლია თქვით. მოგახსენებთ დავიწყებთ იქიდან ქალბატონმა ირინამ განაცხადა, რომ არავის მოუთხოვია მისთვის მასალები, ეს არ არის მართალი. პირველსავე სხდომაზე მე ქალბატონ ირინას ვთხოვე. წარმოედგინა ანალიზები იქ არსებული მდგომარეობის. ფსკერზე რა სიტუაცია იყო ამ ძარღვის, კედლებზე რა სიტუაცია იყო თუ არა იქ ოქრო. მე მან მიპასუხა, რომ ეს გერმანიაში ეს ანალიზები და ამას წარმოადგენენ. მაგრამ დღემდე ეს ანალიზები წარმოდგენილი არ არის. ოქრო არის რბილი და ჭედადი ლითონი.
ის ტოვებს კვალს ყველგან, აბსოლუტურად ყველგან. ის სანაყებში დატოვებდა კვალს. ტიგელებში, სადაც გადაადნოდნენ, აუცილებლად კვალს დატოვებდა. აი, ჩვენ ექსპერიმენტატორებს და მე 18 წლიანი გამოცდილება მაქვს ოქროს მადნებზე მუშაობის, ვეკრძალება ოქროს სამკაულებით, ოქროს მადანთან მუშაობა. იმიტომ რომ ანალიზებში ეს გვაძლევს მნიშვნელოვან სხვაობას. გარდა ამისა, ჩემი აზრით, თქვენ ეს სურათი უკვე ნახეთ. აი, აქ ჩანს როგორც რკინის კვალი, ასევე სპილენძის კვალი. გეოლოგებიც ამას ადასტურებენ, რომ აქ ლაპარაკია სპილენძის ძარღვზე. სპილენძის ძარღვით ოქროს შეიცავს. არის სპილენძის ძარღვი. ის შეიცავს ის ოქროს. და როგორც დღეს, ისე იმ ადამიანებისთვის საძიებო ნიშანი იქნებოდა ფერი. სპილენძი ქრომოფორია. ის იძლევა შეფერვას. განსაკუთრებით დაჟანგული ის არის ცისფერი, მწვანე. ამიტომ გამოსავალზე შეიძლებოდა იმათ ენახათ ეს ფერი და ამას შეყოლოდნენ იმ ძარღვში. ეს ამისთან რაღაცას მე უშვებ თეორიულად. მაგრამ იმათ გამდიდრების მეთოდად ჰქონდათ მარტო ორი რამე. ეს ერთი იყო ხელით გადარჩევა ფერის მიხედვით, მეორე იყო იმის გარეცხვა. თუ იქ სულფიდები და როგორც დასტურდება იქ სულფიდები იყო, მაშინ სულფიდები როგორც მძიმე ოქროსთან ერთად იქნებოდა და იმათი გადადნობის შემთხვევაში მიიღებდნენ სპილენძს, რომელსაც იქნებოდა ოქროს გარკვეული შემცველობა. მაშინდელი ტექნოლოგიები ამათ დაყოფის საშუალებას არ მისცემდა. ამდენად შესაძლებელია, რომ ეს სპილენძის თვალსაზრისით ისინი იქ შევიდნენ, ან თუნდაც იგივე საღებავების თვალსაზრისით, იმიტომ რომ საყდრისის საბადოს გადახსნეს ქანებიდან. მე პირადად მიღებული მაქვს მუმიოს ტიპის საღებავი პიგმენტი. ეს რამდენიმე წლის წინ. გარდა ამისა, ჩემი შეხება ამ მადნებთან, ჩემი შეხების შედეგი კიდევ ერთია. ამ მადნებზე თავის დროზე ჩატარდა ფლოტაციური ცდები. ფლოტაციურ ცდებში ოქრო მაღალი შემცველობა დადასტურდა იმ შემთხვევაში ამ ცდების შედეგად, როცა ის უკავშირდებოდა სულფიდებს. მაშინ ჰქონდა მაღალი შემცველობა. სულფიდებთან როცა იყო დაკავშირებული. ამდენად იცით რა არის? იმას თანაც თუ ის ძველი ადამიანი. ამას აუცილებლად დანაყავდა, ხო სწორია? დანაყვის დროს ის ოქრო ყველა არ გამოთავისუფლდა, და ნაწილი გამოთავისუფლდა. ნაწილში ის აუცილებლად დარჩებოდა. იქ უნდა ყოფილიყო ამის კვალი, უნდა ყოფილიყო დანაგროვები ამ ნარჩენების. არსად ეს კვალი არ ეჩას. მეორე როცა კიდე მოეცათ ეს ანალიზები, გადმოგვცეს მაგათი ჩვენ გარეცხილი მძიმე ფრაქცია. ამ მძიმე ფრაქციაში იყო 19 თუ 29% ზუსტად აღარ მახსოვს გოგირდი, 40% იყო რკინა და 0.25% იყო სპილენძი. თავიანთი ანალიზებით ეს სპილენძის არსებობა იქ დადასტურდა. და რკინის ამხელა შემცველობის დროს ეს დასტურდება, რომ იყო სულფიდები, რომლებიც დაიჟანგა და ამას გოგირდი გვიჩვენებს იცით. ასე რომ ცალსახად ხა ის რომ ამბობენ, რომ ეს აუცილებლად ოქროს ყოფილებდნენ, ეს არ დასტურდება იმასთან. და არანაირი სხვა საბუთი წარმოდგენილი აქ არ არის. უნდა აიღოს სინჯები სანაყებზე, ტიგელზე და რაღაც ნარჩენები უნდა ყოფილიყო იქ აუცილებლად. არაფერი არ არის. ბატონო, თქვენ პრობლემას ხარჯდება. მე ვარ სასაგებლო წიაღისეულის მოპოვების სპეციალისტი. და პირველად რაც გავაკეთე შევადარე მე აი ამ მაგათი არსებული ინსტრუმენტის სიმტკიცე, აი ამ ქანის სიმტკიცე, რომელსაც მაგენი ანგრევდა. აღმოჩნდა, რომ ქანის სიმტკიცე 20%-ით აჭარბებს აი ამ
ხელსაწყოების იარაღი არის უფრო დილი და კედელი არის უფრო მაგარი. ამიტომ ღია სამუშაოებით იქ არის ღია ჭრილებიც ჭრილებიც არის და იქ შეიძლება თბური ენერგიის მიყენებით გაეჩინათ იქ ნაპრალები, მიკრონაპრალები და მე აი ამ თავისი იარაღით ამოიღოთ. მაგრამ მიწისქვეშა დამუშავებისას ეგ არის შეუძლებელი, იმიტომ რომ სამთო ტექნიკური პირობებით, მიწისქვეშა პირობებით ძალიან მძიმეა. ჟანგბადის უკმარისობა, ცუდი განიავება, დაგროვება, აი ამ მავნე აირების დაგროვება და ასე შემდეგ. ანუ გასაგებად თეთრის დამჭები ხდებოდა ეგ ღია სამუშაოებს და მიწისქვეშა შესაძლებელია. ხო, ძალიან ძნელია. მოკლები იმიტომ რომ ძალიან ბევრი გამოიყოფა, ძალიან ბევრი ისა. CO მე ჩვენ რომ გარაჟში ჩართოთ მანქანის ძრავა, ნახევარსაათში გადაიდით რა. იქიდან ყველაფერი იწოვება რა გარაჟის იქ. ამიტომ მაგალითად 30 მეტრის სიგრძეზე გინდა გააკეთოს წესი და სოხარი და. ამიტომ მათ ხელთ არსებულ იარაღით მათ შეეძლოთ მხოლოდ დარღვეულ ზონებში შესვლა. ესე იგი ტექტონიკურად დარღვეულ ზონაში ნაპრალებში შესვლა და იქ რაღაც ეწარმოებიათ მუშაობა. აი ეგ არის და ეგ. არა ნაპრალში უფრო არ არის. ჩემი კომპეტენცია შემოიფარგლება გეოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის საინჟინრო გეოლოგიის კუთხით და გრადობის შეფასებით იმ სამთო გამონამუშევრებისა, რომლებიც ჩვენ საფრთხეზე გვაქვს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორია ეს მასივი, სადაც ეს გამონამუშევრებია ეგრეთ წოდებული საფრთხის უძველეს ოქროს საბადოზე და მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც დღეს ისინი გამაგრებულია ზედაპირიდან, გამაგრებულია აბსოლუტურად ფორმოთ უშინაარსოდ, მაგრამ იმ აუცილებლობიდან გამომდინარე, რომ მათ შესვლა და ჩასვლა სახიფათოა გამაგრების გარეშე და ცალკეული დაშლილი ბლოკების ჩამონგრევის და ჩამოცვენის თავიდან აცილების მიზნით. სამწუხაროდ აი გუშინაც იყო შეხვედრა და გერმანელმა არის გეოლოგმა პროფესიით თითქოს კვლავ განაცხადა, რომ ქანები თურმე მასივის სიმტკიცეს განაპირობებს ფიზიკურ მექანიკური თვისებები, ყოველ შემთხვევაში ასე თქვა, რომ კვარციტები იმდენად გრადიირებით ახლა, მაშინ მე კითხვა დავსვი, რატომ არის გამაგრებული უნდა დღეს? ხო, აი როცა გაყავთო მაშინო თქვენ უნდა იცოდეთო, რომ ცინიკურად თქვენ უნდა იცოდეთო, რომ როცა გაყავთ გამონამუშევარი, მაშინო აუცილებლად ამაგრებენო და კარგია თუ 4000 წლის წინ გაყვანილი დღემდე შემორჩა, მაგრამ გუშინდელი გუშინწინდელი გაკეთებული არქეოლოგების მიერ. ანუ მისი მე რატომ ამბობ ამას, რატომ ამახვილებ ყურადღებას, იქ ჩაღწევა ვიზიტორის შესვლა, დათვალიერება შეუძლებელია და კატეგორიულად აკრძალულია ასეთ არამდგრად ქანებში გამაგრებისა და საფრთხეებიდან გამომდინარე ადამიანის საფრთხეებს არ ამარტო ადამიანის ნებისმიერი არსების ცხოველის და შემდეგ კატეგორიულად დაუშვებელია ის დაცული უნდა იყოს და ვერავინ მოაწერს ხელს და დამწეს ნებისმიერ ქვეყნიდან როგორც არნა დიდი და ის იყოს ძალიან საწყენია როცა ხანცხან კარნახობენ ხოლმე ეს პროვინციული და დაბიური პროვინციალიზმი მონათლეს როცა გარკვეულ უცხოელ ექსპერტებს გასაოცარ მნიშვნელობას ანიჭებენ და საკუთარი ქვეყნის ცოდნას გეოლოგიის დარგშიც, მეტალურგიის დარგშიც, სამთო დარგშიც, არქეოლოგიის დარგში მათ შორისაც ამას უგულებელ ყოფენ და ამოიფარებიან ვიღაცაც, რომ
მე არ მინდა შეურაცხყოფა მოვაყენო, მაგრამ იმ კუთხით რა კუთხითაც უშინ ამაცოს ნებისგვარ დარს მაინტერესებს 1000 წელი ამ გერმანული სპეციალისტის, რომელიც თითქოს ასე უწოდა საინჟინრო გეოლოგიას, გეოინჟინერიაში მეც მიმუშავეაო და ძალიან სტუდენტიც კი ვერ არ იტყვის ასე. კლდოვანი მასივის მდგრადობა განისაზღვრება არა ნიმუშის სიმტკიცით, არამედ მისი დეზინტეგრაციის ხარისხით, ნაპრალოვნებით და შემდეგ და თქვენი მონომორჩილი იყო პირველი საბჭოთა კავშირში 90 წელს სადოქტორო დისერტაცია მიწისქვეშა ნაგებობების საინჟინრო გეოლოგიას დავიცავე. მე და პირველმა აი ეს ყველა კანონზომიერება ის აუცილებელი რაც ის კანონზომიერებები რომლებიც მასივის მიწისქვეშა სივრცის წიაღის მდგრადობას ახასიათებს მოვლენებით და ყველა ის თამდევი პროცესებით მიაღწევდა და მე გავაკეთე ეს კლასიფიკაციები და ამდენად აქ მე თავმაც შემილია ყოველგვარი ახლა ესეთი იმის გარეშე ამბიციების გარეშე განვაცხადო რომ დედამიწაზე ნებისმიერი ქვეყნის ინჟინერ გეოლოგს შეუძლებელია და ის ვერ დაუდებს თავს ამ ქართული ცოდნაა და ამიტომ ისევე ამაშიც შეუვალი ვიქნები და შეფასებებში როგორც აგრეთვე ჩემი კოლეგების რომლებიც ძალიან მაღალი კვალიფიკაციით გამოირჩევიან და სამწუხაროდ ჩვენთან სამწუხაროდ ჩვენ და სამწუხაროდ აწლოვლებია სახელმწიფოებრივი აზროვნება ქვეყანაში მოიშალა პასუხისმგებლობა მოიშალა და სიხარბემ და სიყალბემ ყველაფერი წაშალა ეს ძალიან ცუდ როლს თამაშობს და ამ გრანტი ჭამიობამ და სხვათა დაკრულზე ცეკვამ ჩვენი ქვეყანას რომ მდგომარეობაში მიიყვანა ძალიან კარგად იცი და ის ჩემი დაინტერესება ერთადერთია ღმერთმა ქნას ჩვენ მართლაც შეუძლებელი დაგვამტკიცებიოს რომ მართლა ჩვენ 4000 წლის წინ ჩემთვის ეს კითხვა კრისტალური მესერიდან კვარციტებიდან ეს ტექნოლოგია მართლა ყოფილიყო და ვინმემ დაასაბუთოს ჩვენ ამას ვცდილობდით სახელმწიფო კომისიაში მინდოდა რომ ეს არგუმენტები მოგესმენ ფაქტები დაედოთ ლოგიკური წყობა ყოფილიყო დალაგებულიყო ყველა ის არგუმენტი რომელიც დაგვარწმუნებდა რომ 4000 წლის წინ ჩვენმა წინაპარმა იცოდა ეს ტექნოლოგია და არც ციანიდებისა და იმის გარეშე თუმცა რაღაც ისეთი კოსმიური ძალით შეშის დანთებით მაგას ვერ გააკეთებდნენ ეს სხვა რაღაცაა და იმ პროცესით რაც აქ ჩაუტარებია თითქოს იქ ექსპერიმენტი ჩაატარეს არც ის არის ადეკვატური იმ პროცესის რა პროცესითაც ამ კვარციტებიდან ჩვეულებრივად უნდა მიიღო ოქრო ამიტომ არ შეიძლება ასე საზოგადოებაზე ასე ზემოქმედება ჩემს ღმერთმენთ ეს დაუშვებელია ეს უნდა შეწყდეს უნდა შევწყდეთ საქართველოში ეს პოპულიზმი და არარგუმენტირებული რაღაცა ამ არაპროფესიონალების მიერ ასეთი უარგილო შეფასებები და არასახელმწიფოებრივი მიდგომა და ასე ქვეყნის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა როდემდე უნდა მოვიდეთ ეს არის ჩემი საწუხარი და საზრუნავი კონფერენცია და რომ ანუ კომისიის ყველასი თანხმდებით იმაზე რომ ეს არის სამეცნიერო თანხმობა ყველა მიმართულებით ყველა წევრი თანხმდებით ახლა თქვენს მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ჯგუფის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის და ფიქრებულების საფუძველზე მეცნიერებმა შეგვიძლია დღეს ჩვენ ჟურნალისტებმა ვთქვათ რომ ეს არის სამეცნიერო თანხმობა სამწუხაროდ რუშინ ქალბატონმა ერინამ იკადრა უკადრებელი და მე ასეთ რამე მითხრა რომ აი კომისიის წევრები ყველა ეს კომისიის წევრები იყვნენ და თქვენო მეო აფერისტი მიწოდეთ ჩემს ლექსიკაში ეგ სიტყვა არ არის მით უმეტეს ქალბატონების უნდა არასდროს არ მეხმარე და არც ერთ თავშიც არ გამივლია ეს მაგრამ მე მასე არ მე ვეძებ მხოლოდ არგუმენტებს მეცნიერულ არგუმენტებს ფაქტებს იურიდიულიდან დაწყებული ყველა ნაწილში არ ქონდა არგუმენტი სულად თაღლითურად იყო სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი და მიწერილი იმ ნუსხას სადაც არანაირი სამეცნიერო დასკვნა არ იდვა მანამდე რომ ეს არის რეალურად ეს არის უძველესი ოქროს მაღარო მაგას სამეცნიერო დასკვნა უნდა ახდეს იურიდიულიდან დაწყებული ნებისმიერი სამთო მეტალურგიული გეოლოგიური და სხვა საინჟინრო გეოლოგიური ასპექტები და ეკოლოგიური კუთხით ეს უნდა გამტკიცებული ყოფილიყო და ამის საფუძველზე უნდა მინიჭებოდეს ეს არ იყო გაკეთებული შემდეგ გზადაგზა როგორც არის დროის კვალობაზე ამას ამატებდნენ ინფორმაციას და ხზავდნენ რაღაცას ეს მეცნიერული არც კვლევის არც მუშაობის არც სტატუსის მინიჭების არანაირ ფორმატში არ ჯდება არ ვიცი რას ეხებენ ეს ზოგადად ვამბობ ქვეყანაში გამქებულ სიტუაციას როცა
გრანტის მე არ ვიცი კონკრეტულად მე ზოგადად ვიძახი მე გახლავართ ენერგეტიკისა და გარემო საფრთხების ხელმძღვანელი პრეზიდენტი და წლები აცლეულები ვაკლებდები ქვეყნის განვითარებას როგორ ამარაგებენ ისინი გრანტებს და როგორ მიმართავენ საზოგადოებას რომ საქართველოში არაფრით არ განვითარდეს ჩვენ არ გქონდეს სწავლებული ეკონომიკა და ჩვენ რო არ გქონდეს ენერგეტიკა და არ გქონდეს სხვა დარგები არც ათომურ არც სხვა აი ამ მე ათასობით ასეთი NGO არის რომელიც ძალიან დიდ თანხებით მოვიდა მე მაქვს ბაქოს ჯეიქანის და გამოსწორებული 17 მილიონს ხარჯავდნენ ერთ წელს ჩვენი ეგრეთ წოდებული ჭყალებში მეგობრები იმის რომ ეს დაიბლოკა და ის რომ ყოფილიყო ჩვენ ახლა ოკუპირებული იქნებოდა მთლიანად დარწმუნებული ბრძანდებოდა რუსეთის მიერ და იგივე ძალები ამარაგებენ და ჩვენმა ხალხმა ეს უნდა გააცნობიეროს რომ ჩვენ საფრთხის წინაშე ვდგევართ აი ეს მსტოვართა დიდი არმია საქართველოში მეხუთე კოლონა კი არა მსტოვართა დიდი არმია გრანტირებული და საკმაოდ სერიოზულად ნებით უნებლიეთ ექცევიან ამ ამის ქვეშ ამ გავლენების ქვეშ და ისინი ზიანს ახდენებენ ქვეყნის მომავალს ეს არის ჩემი საფრთხე დიდი მადლობა